მადლობა გიორგი მობრძანებისთვის, ვიდრე გადავალთ აი ამ კონტექსტზე მინდა რომ დღის ახალი ამბით დავიწყოთ ჩვენი საუბარი ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა პოლიტიკიდან და ქართული ოცნების თავმჯდომარეობიდან. რას ნიშნავს ეს თქვენთვის, რა ახსნა გაქვთ? მადლობა მოწვევისთვის, გამარჯობა. პირველ რიგში აი ამ გადადგომას რო გამოვეხმაროთ ხო ალბათ. Ну ის ახსნა გვაქვს, რასაც უკვე ბოლო რამდენიმე კვირა ჩვენ ღიად საუბრობდით და ეს არის ბალანსის რღვევა ძალაუფლების რიგებში აშკარად. იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვახსოვს რომ ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის ჰქონდა თვისება რაღაცნაირად კლანების ბალანსზე დაემყარებინა თავისი ძალაუფლება. კი ვიცით რომ ეს ხალხი მაინც მისიადგული იყო და ეს კლანებიც მაინც მასთან მიდიოდა ბოლოს, მაგრამ სინამდვილეში ის ყოველთვის რაღაცნაირად აბალანსებდა ამ ძალაუფლებას, არასდროს არ ჩაუგდია ერთი გარემოცვისთვის ძალიან დიდი ძალაუფლება სხვებთან დაბალანსების პირობებში. სწორედ ამიტომ ჩვენ გვახსოვს რამხელა იყო ძალა ხო ღარიბაშვილის კლანის, რამხელა იყო ძალა ყობახიძის კლანის, რამხელა იყო ძალა ლილუაშვილი და აი ამ გომელაურის ტანდემის აქამდე და ჩვენ ფაქტობრივად ეხა ვუყურებთ სიტუაციას, სადაც ეს ბალანსი ირღვევა ბოლომდე და გადადის მხოლოდ ერთი კლანის, ერთი გარემოცვის ხელში. ეს ბიძინა ივანიშვილს. მე ვფიქრობ, რომ ის უბრალოდ ძალიან პარანოიდულად ეჭვიანი გახდა, როგორც ყველა ავტორიტარი საკუთარი ავტორიტარიზმის ძალაუფლების დასასრულს, ყველა ავტორიტარის ისტორია რო გავიხსენოთ, რო ვნახოთ, იქნება გამოგონილი ავტორიტარებიდან დაწყებული, ნამდვილი ისტორიული ავტორიტარებით დამთავრებული, ყველა ავტორიტარმა დაასრულა თავის ძალაუფლება იმით, რომ დაიწყო ბალანსის რღვევა საკუთარი შიშების და საკუთარი ეჭვების გამო. და ესაც მე დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც ის ბაჩიაშვილის შემთხვევა, თუნდაც აი ის ურთიერთობა, რაც ჰქონდა, თუნდაც ლილუაშვილის პოზიციაში მის მდგომარეობაში ყოფ ადამიანს, იმიტომ რომ ის იყო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ხო მას უწევდა აუცილებლად დასავლურ უსაფრთხოების სამსახურებთან ურთიერთობა და ეს დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ ეს ღიად დაუპირისპირდა დასავლურს უკვე ბიძინა ივანიშვილი და მას აეკვიატა შიშები, იგივე სანქციების, როცა დადგა უკვე სანქციების ეტაპი. მას რაღაცნაირად აღარ შეუძლია ენდოს იმ ადამიანებს, რომელთაც აქვს მის გარეშე გადარჩენის შანსი. და ეს არის გამოხატული დამთხევაა ხოლმე აი ბოლო პერიოდში ეს ყოველთვის გამართლდა, როგორც კი იწყება საუბარი კულუარული იმაზე, რომ მაგალითად ლილუაშვილი იყო შეერთებულ შტატებში, ბიძინასთვის დაალაგებინა, ასე ვთქვათ, შოთაძით დაიწყო. შემდეგ ლილუაშვილზე, შემდეგ ღარიბაშვილზე ზუსტად ეს გავრცელდა, რომ მას შესაძლოა რაღაც ინფორმაცია რაღაც ინფორმაცია ქონოდა იმგვარი, რაც აი ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი შვილის ყოფნის გამო შეიძლებოდა რომ ივანიშვილს ეს შიშები გასჩენოდა. ანუ ეს ყველაფერი შემდეგ ხდება ხოლმე და სრულდება სწორედ აი ამ ადამიანების გადადგომით თუ გადაყენებით. ეს არის ლოგიკურია, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვადევნებდით თვალს არა მარტო ერთ კონკრეტულ ეპიზოდში, არამედ მთელი პერიოდია, ხო, ბოლო პერიოდი, ბოლო 6 თვიანი, 7 თვიანი პერიოდი. ჯერ ნახეთ ღარიბაშვილის ხალხი, რომელიც უკან გადაყარეს ქართული ოცნების საარჩევნო სიაში, რაც იქამდე არ მომხდარა 10 საათში. აი მათიკაშვილები ესე 60-ის ზემოთ აწეს თუ გახსოვთ. მე მოაშორეს ministrები და ეს დამთავრდა ინფრასტრუქტურის ministrით. მე მოაშორეს ის ხალხი, რომლებიც მათთან იყვნენ დაკავშირებული, იგივე ლილუაშვილთან კარგად იყვნენ ღარიბაშვილის კლანთან კარგად, მაგალითად რიჟვაძე, ხო, რომელიც ძალიან დიდი თანამდებობა ჰქონდა, რომელიც იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი, ხო? და მოაცილეს საერთოდ და ჩვენ აი ღიად უყურებთ სიტუაციას და სამფეხა ეს კამი ხდება ერთფეხა. და ერთ-ერთი ძალაუფლების სისტემა, რომელიც სამ სხვადასხვა სვეტზე იყო დაყრდებული, ერთ სვეტზე ვერ გაძლებს. ეს არის ელემენტარული ფიზიკა, ამას ყველა მესამე კლასელი ბავშვი გეტყვით და აუცილებლად ესე იქნება. ამიტომ აი ჩვენ ეხლა რასაც ვადევნებთ თვალს ეს არის გაგრძელდება ეს ჯაჭვი. მე მგონია რომ აი ქართულმა ოცნებამ ხა ძალიან თავი შეიკავა მაგათაც ლილუაშვილის გაშვებისას ერთი თვე ფაქტობრივად წელს აი ბაჩიაშვილის გაქცევიდან, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენ არ გვეფიქრა რომ უკავშირდება იმ ეჭვებს და შიშებსაც ბიძინა ივანიშვილს აქვს. სინამდვილეში შეიძლება ამას უყურებდეთ ხა გომელაურთან დაკავშირებითაც, ისინი წელავენ დროს რომ რაღაცნაირად ჩვენ ამაზე არ ვისაუბრებთ, თავარი არის რომ ეს არის მათი სისუსტის ნიშანი. არც ერთ გუნდს, არც ერთ ბიზნესაც არ უსურვებდი მე რომ ყობახიძე გუნდის ხელებში აღმოჩნდეს, ხო, იმიტომ რომ ეს აი ამ თვითონ აი ამ კლანებს შორისაც კი არ არის ყველაზე უფრო შემძლე უნარიანი და გონიერი კლანი. და მიუხედავად ამისა ის აღმოჩნდა ყველაფერს სათავეში ერთ-ერთ მიზეზის გამო.
იმიტომ ბიზნესის გონია რომ ყველაზე უფრო ყველაფერზე წამსვლელი ამ ხალხში არის ირაკლი კობახიძე და ეს საერთოდ არ ახასიათებს ამ კაცს კარგად. აი ყველაფერზე წამსვლელი, როდესაც ახსენებ და დღეს სხვათა შორის ბევრმა თქვა ეს რომ კი ირაკლი კობახიძე არის ის ვინც ყოველგვარი შეკითხვების თუ ზედმეტი კომენტარების გარეშე ასრულებს ყველა დავალებას. აი ეს ბოლომდე წასვლა რას ნიშნავს ივანიშვილის? ივანიშვილის ბოლომდე წასვლა არის იმას რომ რაც დინაზემ უკვე თქვა რომ ისინი თავის შიგნით ელიან იმას რომ საქართველოს შეუწყდეს ვიზა ლიბერალიზაცია. თავის შიგნით ელიან იმას რომ ამასთან იყოს დაკავშირებული მათი სტაბილურობის რისკები, მათ შორის საჯარო სექტორში და ისინი ცდილობენ რომ აი ამას რაღაცნაირად გაუძლონ, აი ამ ქაღალდზე არსებული შეუდრეკელი სასტიკი მოპყრობის პოლიტიკით, რასაც აწარმოებს ქართული ოცნების დე-ფაქტო მთავრობა, აი იმ კანონების მიღებით, რასაც ყოველკვირეულად უყურებთ, ხო, მძაფდება და ქართულ საზოგადოებას არ აინტერესებს და არ აინტერესებს მაინც, ხო? მიიღონ გადაწყვეტილება ევროკავშირში. მათი სურვილი არ არის, უბრალოდ ეს არის მათი ლოგიკური ჯაჭვის გაგრძელება, ის რომ ნატოს ანგარიში აღარ არის მოხსენიებული საქართველო, ის რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება სხვადასხვა ევროპული ქვეყნებში ეს არის მათი პოლიტიკის ლოგიკური შედეგი და ისე მათ იციან რომ ეს ასე იქნება თუ ისინი დარჩნენ ხელისუფლებაში. ჩვენი მთელი ყველა პრობლემა საქართველოს აქვს მდგომარეობს იმაში რომ ამ ხალხს არ უნდა წასვლა. მეტი არაფერში. და სინამდვილეში ადრე თუ ეს უსაფრთხოებასთან ასოცირდებოდა რაღაცნაირად, აი ბიძინა ივანიშვილის წრეში ყოფნა თუ საქართველოში ასოცირდებოდა სიმდიდრესთან, უპრობლემობასთან, უსაფრთხოებასთან, დღეს ის ასოცირდება რისკთან, არა მარტო რისკთან, რომელიც მომდინარეობს დასავლური სანქციებიდან, იმ სიტუაციიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს შევა ძალაუფლება დაკარგოს, არამედ უფრო მეტად იმ რისკთან, რასაც გულისხმობს თვითონ ბიძინა ივანიშვილის სიახლოვესთან ყოფნა, იმიტომ რომ სინამდვილეში ყველაზე დიდი საფრთხე ამ ადამიანის თვითონ ბიძინა ივანიშვილია, თვითონ ის ძალაუფლება, რომელიც ჯერ კიდევ მას უყრია დე-ფაქტო ხელში და სინამდვილეში მათი გათავისუფლება აუცილებლად იქნება ქართული ოცნების წასვლა ხელისუფლებიდან და დარწმუნებული ვარ უმრავლესობა მათი ამას უკვე იზიარებს. ძალიან ბევრი ფული იხარჯება იმაში, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ისეთ თემებზე, რომელიც მათ სისუსტეს არ ეხება. სინამდვილეში ისინი მართლა იხებიან, როგორც ლერწამი ქართაგან ძლიერთ, როგორც თქვა ჩვენ კი ბატონო, და აი ახლა ვილაპარაკოთ ზუსტად ამაზე, რაც შეიძლება არ ეხებოდეს ქართული ოცნების სისუსტეს და ვილაპარაკოთ ოპოზიციის სიძლიერეს. აი ესეთ რაღაცებს დავაკვირდეთ, ჩვენ ნათლად ვნახავთ, რომ ქართულ ოცნებას აღარ აქვს უნარი მაგალითად საგარეო ვალი მოიტანოს ქვეყანაში. მათ არ აქვს უნარი, რომ ქვეყნის გარედან ქვეყნის შიგნით ფული შემოიტანონ. პირველ კვარტალში 2025 წლის ქვეყანას დააკლდა შესასრულებელი ვალის 50%, რომელიც საგარეო ვალი უნდა ყოფილიყო, ხო? ეს არის ნახევარი იმ ფულის, რომელიც ქვეყნის გარედან მოიტანა. რატო წავიდა დავითაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში? ვიცით ყველამ, იმიტომ რომ შეხვდეს სოფლიო ბანკის წარმომადგენელს და ევედროს რომ იქნებ რაღაცნაირად ან იბიარდით, ან იდათი ამ ორი ორგანიზაციების თუმცა გაასახეს ისე როგორც საერთაშორისო იზოლაციის განყვება, ისე როგორც სასაცილო შემთხვევა, იმიტომ რომ სინამდვილეში ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო პერიოდშია ღიად უკავშირდება ქართულს მხოლოდ მაშინ, როდესაც საუბარია რუსეთს და ჩინეთის გავლენის დაზე რეგიონში. და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგადად დიპლომატია, იმიტომ არის მოგონილი, რომ მოწინააღმდეგეებს ელაპარაკონ მხარეები. ამიტომ შეიქმნა ეს მხოლოდ ცივილიზაცია მოიტანა, რომ რაღაცნაირად პარტნიორები სხვადასხვა ფორმატებს იგონებენ. მოგონილი არის იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეებს ელაპარაკონ და რა ფორმატით შეელაპარაკებენ, ამას ჩვენ კარგად ხედავთ. მათ რომ უნდათ ლეგიტიმაციის მინიჭება, რა უდგას წინ, რა ედგა წინ ვიცე-პრეზიდენტ ვენს, რომ არ ეთქვა ის სიტყვები, რაც თქვა ქართული ოცნებისთან მიმართებაში, ხო? რომ რა ედგა ჰელსინკის კომისიას, რა ედგა ახალ ადმინისტრაციას წინ, რომ დაენიშნა ახალი ხალხი და რაღაცნაირად აღედგინა ურთიერთობა ქართულ ოცნებას, თუ მას ეს უნდოდა, ხო? ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატები არ აპირებს არადემოკრატიულ რეჟიმებთან ამგვარ თანამშრომლობაში შეცვლას. ამისთვის მნიშვნელოვანია და დავუბრუნდები წინა კითხვას, გიორგი, ამისთვის მნიშვნელოვანია შიდა პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ოპოზიციის აქტიურობა და აქტორი, როგორც აქტორის გამოკვეთა ოპოზიციური პარტიების. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არის დღეს პრინციპულობა. დღეს ომი და დაპირისპირება პოლიტიკური არის გაძლებაზე, არ არის მანევრირებაზე, აღარ არის რაღაც ინოვაციებზე, ეს არის გაძლებაზე. მე ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ აი ჯორჯ ვაშინგტონმა თქვა, არაერთხელ მეც გავიმეორეს და სხვებმაც გაიმეორეს, როდესაც ბრძოლა არის იმ ფაზაში, როცა ორივე მხარეს გონია რომ აგებს, მოიგებს ის, ვინც გააგრძელებს ბრძოლას. ამიტომ ჩვენ სინამდვილეში გვესმის რომ ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ვერ გავძლოთ აჯარიმებენ ადამიანებს, უმანქანო ადამიანებს მანქანების
გაჩერებისთვის აჯარიმებენ, ხო? სინამდვილეში ესეც მათ სისუსტეზე მოქმედებს, რომ მათ უკვე აღსრულების თავიც კი აღარ აქვთ იმისი და მანქანის ჯარიმების დრაფტით აგზავნიან უბრალოდ მესეჯებს, იმიტომ რომ თავიც კი აღარ აქვთ, სხვა დრაფტი შეიმუშაონ. სინამდვილეში ჩვენ უყურებთ გახსწდას სამთავრობო განძლების რესურს ქართული ოცნება უფრო მალე ამოწურავს, ვიდრე აქეთ იცით რა არის, მე არ მინდა ისე გამოვიყვანო, რომ ეს დღე-დღეზე მოხდება და რაღაცნაირად ჯერ არა აქვთ იმის ძალა, რომ რაღაცნაირად ჩვენზე უფრო კარგად გაძლო. ეს ასე არ არის. მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მათ შეიძლება ბოლომდე ვერ მოვერიეთ ჯერ. მაგრამ ვერც ისინი მოგვერიან. და სწორედ აი ხა არის ის მდგომარეობა, სადაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რამდენად მყარი იქნება ჩვენი სიმტკიცე. და ჩვენი სიმტკიცე უნდა იყოს მყარი, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი. ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ გქონდეს ეს ერთადერთი სიცოცხლე, რომელიც გვაქვს, უფრო ბედნიერი, გქონდეს ევროპულ გარემოში, გქონდეს იმ გარემოში, სადაც საქართველო იქნება დაცული, სადაც ჩვენ მოქალაქეებს არ ექნებათ პრობლემა, რომ აღდგომაზე საფლავებზე წავიდნენ საკუთარი წინაპრების ისე, რომ არ ეშინოდეთ გატაცების, არ ეშინოდეთ დაჯარიმების, არ ეშინოდეთ აი იმ საშინელ სიდუხჭირესთან დატაკების, რომელთაც ყოველდღე ვხვდებით, ხო? სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი სიძლიერე, იმიტომ რომ მათი სისუსტე უკვე სახეზე, ისინი რჩებენ უფრო და უფრო ცოტა, უფრო და უფრო შეშინებულები და უფრო და უფრო რაც თავარია ნაკლებად მომზადებულები ამ სიტუაციისთვის და ეს ჩვენ აუცილებლად მოგვაგებინებს თუ ჩვენ ერთად და დიდხანს ვიდგებით. დიდი მადლობა გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. გიორგი იმედაშვილი კოალიციაც შვილებისთვის ერთ-ერთი წევრი იყო ჩვენი სტუმარი.